მეხუთე სეზონი ეპიკურად იწყება და აქ სრული სიგიჟეები ხდება. იაკუძა იტალიური მაფიის წინააღმდეგ. წავა კატანები გაჩვენეთ. ლამაზესია. ამას არ ვეხები. მოდი აბა გავხსნათ. თურმე ესე უნდა გეჭიროს რა, აი ესე კიდია ეს. რომ შეიძლება წავით ეს დაჭრა. და უნდა გახსნათ ცერატიტით რო იცოდე. მე რეში ცერატიტი რო არ დავუყურე. ეს არის ნამდვილი გადაღება რა. და შეზეთილი არის რომ არ დაჟანგდეს მალე. ეს ჩიტუჯის ბლოგია. იმედია ახალი წესები ძალიან საინტერესო აღმოჩნდება. და იტალიური მაფია და იაკუძა დავხოცავთ ერთმანეთს. ერთხელ მაგ ნათამაშები და არ ვარ დაწუნებული რომ საკმარისად კარგად გავიგე, მაგრამ იმედია თამაშის დროს საინტერესო აღმოჩნდება. ჩვეულებრივი პატიოსნის როლი რო შემცირდა და როლები გაიზარდა, ეგ უკვე პოზიტიურად ჟღერს და ჩანს. პრაქტიკაში ვნახოთ, იმედია ძალიან არ ჩაიხარდება. მაგრამ იმდენი ვარიანტი ემატება თან, რომ თუ ცუდად ითამაშე, ვეღარავინ ვეღარ დაგძრახავს. ვა, იმენა ნეო მოვიდა. #hitas ასე პრიჩოსკა უხდება. ვარცხნილობა უბრალოდ პრიჩო ეს თემაში რა. რომელ ფანკს უფრო შესაბამება შენი დრესკოდი? მაფია, აშკარია. იაკუძა არ ვარ, პატიოსანიც არ უფრო თეთრ პერანგს ჩავიცმევდი. პატიოსნი უფრო მისულდა, ამიტომ მაფია. რაბანა რო იყოს იაკუძაც გვეცოდინებოდა ვინ იქნება. როგორ ყოფილი დარჩენილი? შოგუნი თქვენს წინაშე. როგორ ყოფილი დარჩენილი? სატესტო თამაშიდან კვაყოფილი ვერ დავრჩი, იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე ვიყავ. შემოგევლი ძმაო. მაგრამ დღეს იმედია რომ რაღაცა როლი მექნება, ამდენი როლი დაემატა და რაღაცას იმედია გამოვკრავ ხელს და ძალიან მაინტერესებს ეს ახალი როლები რა. უფრო იაკუძა ვიქნებოდი, იმიტომ რომ შოგუნს როდესაც იაკუძას მოუკლავენ, გავერკვიე უკვე. რჩება უმოქმედოდ რა, ვეღარავის ვეღარ კლავს. შესაბამისად მირჩევნია იაკუძა ვიყო. ან მაფია, ან რა ვიცი, დეტექტივი რაღაც, ამოკლედ პატიოსნის გარდა რა. არ მინდა ეს პატიოსანი მოქალაქეობა და სათვალეც მაგიტომ მიკეთია რომ პატიოსანს არ უგავდე რა. სატესტო თამაში რო ვითამაშე, გამისწორდა იმიტომ რომ ეს სხვა შორს მანამდეც მაქვს მაფია თამაშები რა, მაგრამ უფრო გავს სხვა სოციალურ-დედუქციურ თამაშებს, სადაც ძალიან ბევრი როლი როდესაც არის, თამაში კარგი არის, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოხსნა იმისთვის, რომ პატიოსნება მოიგონ რა და დინამიკა შემოდის იმისი, რომ კაროჩე ხალხის გაყრის აღარ გეშინია რა. სანამ რაღაც კრიტიკული მომენტი არ იჩნდება და წესდარიგით მასე კაი არის ხო? მადლობა, ნახვამდის. მეგობრებო, ეს როდის დაიდება ეს გადაცემა? ჩვენ წასული იქნება. მე მივემგზავრები ჩრდილოეთ კორეაში. ექსკლუზიური ინფორმაცია მოგეცით. აი, ეგ ყველაფერი იქეთ იყოს და კაც მიდის ჩრდილოეთ კორეაში და მე ყველანაირ წკენას ვივიწყებ, შენ ოღონდ შენ ჩამოდი მაგედან და არ მინდა ძმაო. ვიქნები ვარ კეთილში არ გავალ იქიდან. ვიღაცა არასწორად ადგილას მოხვდა რა, მეუბნება რომ ბილიარდში უნდა მოგიგოო და შოტი მაინც უთხარი მაყურებელს, რა შოტია? ქართულად რო ვიბეთყო. ანგარიში, ერთხელ მაინც თუ გაქვს ჩემთვის მოგებული. ანგარიში, ერთხელ მაინც თუ გაქვს ჩემთვის მოგებული. ანუ ალბათ მივხვდით უკვე რა, მაყურებელი რა. მახარ ბილიარდს თამაში, იცი, უნდა დაგაჩელენჯოთ. კი, მოსიოვლე რა. ცოტა ხანში ქოროსტირილს იხილავთ რა. აი საჭერ აგერ კაც მივცე მინიმუმ ერთხელ მოგების შანსი. უნდა დავშალოთ. მართლა ვარდისფერს ვთქვა. დავაი, მოდი. ეს რა ვქეთ, დაკათეთ რა. აი ხა სასურველებს ძალიან რთულ ნომერს ასრულებს. და აბა ვნახოთ. აუჯე წეღა რა გამაზე იცი? გურს დავარ, ახლა და ჩავარდა. ლაშამგი და ქორო მარა. ქორო არც იკუზება იმდენად არის ის თამაში. პირდაპირ გაშლილი ურთავს. მაგრამ აქამდე როგორ მიხვედი რომ ერთი ბურთი დაგჭა? ლაშას ვეყადავები.
ეს გადაობით მიხვედი აქამდე რომ ერთი ერთზე. ოპა, ეს ხატუხტა იყო. რა გაუვარდა. ვაიმე, ოპა! დავაი, წააგეს ეს. არა, წაგება? მიდი ხორო. ჩემი. არასებობს ესო ჩააგდო, აი არასებობს ესო ჩააგდო. კარგი. ისეული გამოძიება. აქ იღებენ ინტერვიუებს. აქეთ არის რენდომ თემები რა. აქედან მოდის ლენკა, აქედან იღებს რაღაცებს და აძლევს მე რენდომის სათქმელად. ხო ლენკა. აქ ოპერატორებს აბრაზებენ. ერთ რაღაცას ვიტყვი რა. არ მიძინია გუშინ ერთი წამიტყვა, ეცე უძინარი ვარ და ერთ საათმეც იმენა არ მიძინია, საერთოდ არ მიძინია და ცოტა მთვრალიც ვარ. არ მომბაძოთ ახალგაზრდებო. მოხოცებო რაც გინდათ ის გეინთ, მაინც ორი პარასკევი და ბასტო ხელს ვიფათურებს. მოკლედ მე მგონია რომ მე მინდა რომ დღეს ამ გასართად ვიყო. აი გუნჩი რა, ოღონდ მაფიის კი არა. რაღაცა ერთ. ხო, ის რაღაცა. რეალი და ისინი არ გვინდა, მინდა ბარტი. პატიოსანი ვიყო და არაფერი არ პარსუქეს გემლობა არ მქონდეს. ეგ არა. მე მინდა, კაროჩე იაკუძები მინდა რომ ვიყოთ მე და ეს რა. ხო, იაკუძე. აი იაკუძე. გადავიქრე. ჯიჟია. ბიჭო, შენს კამერას კი რაღაც ბექლებში წიხლიკენაო. მე მინდა რომ ესეთ რაღაც გავაკეთო. მე როგორც გავიგე, ჰიტ არის UFC-ში ძალიან ძლიერი რა. ეხა ბატონ ჰიტას აი ამას რო დამთავრდა და მე გამოვიწვე UFC-ში. ბატონო ჰიტა. თუ შეიძლება აი ლაივში რომ მიიღოთ, ჩემგან გამოწვევა UFC-ში და თუ დათანხმდებით. აი ოთახში ნახეთ უკვე ანათებს იქ. წავედით. ვინც წააგებს, ასაკეთებს. ვინც წააგებს? რას ვაკეთებ? არ ვიცი, ნახოთ. წამოდი ვიჩხუბოთ, ბიჭო. ვიჩხუბოთ რა, წამოდი. ტონა? შეაჩი. არა, მაშინ მე თოვარჩე, მომდე მე ვიქნები მახჩი. ჭიდაო გინდა? ვიჭიდაო, რაც. ორივე რო შეეძლოს ეგეთები ავიღოთ. ეხლა მახჩა და ორივე შეუძლია. ვინმე თიც დაკარგავთ, უეჭველი ხარ. გურგან და მილიარდი ხუჩი ამ დაუშვა. ავიდა შემარა ბოლოს შეიძლება ისინი მოხდა. გავიცი რა. ისე ვერ მოიქნა. ვერ მოიქნა. მაგრამ აი ფაქტია მე და ვინ მიდაში ვიყავ და მე შარმოჭა. და მას გავაკეთე და წავაგებ. მე და ვინ გუჩი ვერ ვიქნები. ორი რაუნდი შევჭამე.